გამარჯობა, როგორ ხართ? მე კარგად, უпроსწორად ძალიან კარგად. როგორც ხედავთ, ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლე შევიტანე. ჩემს იდეებს ამ დიქტოფონში ჩავიწერ ხოლმე და მერე ერთიანად გადავიტან ფურცელზე. ფიქრობ, ასე უფრო გამიმარტივდება ახალ წიგნზე მუშაობა. ეს რაც შეეხება ჩემს მეორე მეს, ანუ შემოქმედებით ცხოვრებას. პირველ მესთან კი სიახლე არაფერია. ჩემი და კეთის ფარული შერიგების შესახებ ისევ არავინ იცის. ალბათ გახსოვთ მამუკას და გიოს საშაულმის გახსნაზე როგორც მოვიქეცით. მართალია იმ მსახიობსა და ჩემს შორის დრამატურგია უფრო იგრძნობოდა ვიდრე სიყვარული, მაგრამ მაინც ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ასე რომ მე და კეთი ისევ ფარულად შერიგებულები გამოვდივართ. ხო, საშაურმე ვახსენე. გიომ და მამუკამ მართლა კარგი ბიზნესი დაიწყეს. საქართველოში ხომ შაურმას და აიფონს ყველა ყიდულობს. ხო და მამუკას და გიოს შაურმაც ნელ-ნელა ისეთი პოპულარული ხდება, ცოტა ხანში ალბათ შაურმა 5S გააკეთებენ. გიორგის და მამუკას კი აქვთ საქმე კარგად, მაგრამ აი თამუნა დიდ გასაჭირშია. გახსოვთ ხო ჩვენი ყოფილი კლასელი, ყოფილი მსუქანი, ყოფილი ნანკა. ნანკა მალევე აპირებდა კანადაში დაბრუნებას, თუმცა გეგმები შეეცვალა და კიდევ დიდხანს მოუწევს საქართველოში დარჩენა. შესაბამისად, გიორგის სახლში ლამაზი გოგო დიდხანს იქნება და თამუნასაც დიდხანს არ ეღირსება ნორმალური ძილი. ახლა ცოტა დამშვიდებულია. ნანკა ნიკასთან ერთად თავისიანებთან ხაშურშია წასული. ხო მართლა ეს ერთადერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა ხაშურში ლამაზი გოგოები არ არიან, ტყუილი გამოდის. ალბათ გახსოვთ მამუკას რომ შაქარი აქვს. დეტალური გამოკვლევა რომ ჩაეტარებინა, ექიმთან მივიყვანე. მივიყვანე რა, ცოტა მოვატყუე და ცოტა ძალაც ვიხმარე. მოვდე. გაჩერდი. როგორ გაბედე, როგორ მომატყუე გაბაგებინე. ბოდიში მეორეჯერ აღარ ვისამ. 14 გამეკეთა უკვე ეს, რა მეორედ აღარ ვისამ. მაგრამ იმიტომ გავაკეთებ უბრალოდ ექიმთან ყავდი მიყვანილი მეტი რა გინდა. მაგ უბრალოდ ექიმებმა ერთი ანალიზისთვის 2 ნებსი გამიკეთეს. პირველი დამამშვიდებელი იყო. რა დამამშვიდებელი? რა დამამშვიდებელი და მე ვუთხარი რომ ნებსი ძალიან ეშინია თქო და მაგიტო დაგარჭეს ის დამამშვიდებელი. ვაიმე მოვკრა. ვაიმე, იცი ჩაქარი რატო გაქვს, იცი? იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთი ტკბილი სიტყვა არ გითქოს, აი დაგროვდა და აჰა, აი შედაკვირვებული ტკბილი სიტყვას, ა? იმიტომ რომ არ შეიძლება გწყენს მამუკა გწყენს. ვაიმე, რატო არ არის ეს პური ცხელი, თორე ხო დაგშავთავდა რა? ხორჩა, რაც კიდე ის გააკეთე, ხორჩა. პური აიგე ხესი თუ ხალი არ ხარ? არა. მოიგე და შემებრძოლე. გამოახე მან ყველია და დაგერ. გამოახე. მიდა შეთო გამოიგე ასეთი. ეკრემა იმდენი რაღაცა მეთქეს, ეს არ ჩამო, როგორ მეშინი გახედო მასულისკენ. ხო. მე არაფერი არ მჭის, მაგრამ ამ მაცივრის გამოხება მეც მეშინია. რა დავითა? რა უნდა მაცივარში ლიმონკებს, რა? რა გესმის რა ლიმონკა. გამოაგე მაცივარს. დაკლებაში. სამი დღისი გახსნილი კონსერვი, სუპი, ძველი. რა არის, დამპალი პომიდორი? ები ამ მაცივარში გასვა. როგორი მართლა ექიმებს მადლობა უნდა გადავხადო მე. მადლობა არა ის. არა, შენ ექიმების გეშინა, მე კიდევ ცხენია შენი გადამკიდე. დაწყნარდი, არაფერი ისეთი არ მოხდა. რა არაფერი ისეთი არ მოხდა, ბიჭო. მაგას რა დამოვიწყობს, ეხლა თვალწინ მიდგას. როგორ მისვამ და სპირტიან ბაბას ის არ აქალის. მე როგორ მიჩხვლიტა და ბინტი როგორ დამაკრა. აბა. და მეორემ პონდედოსკოპით როგორ შემეხო, რათა ნისუნთქეო, ბიჭო.
ვარსუმთქებთ. და მე ვითომ არაფერი არ მოხდა, რომ ეს ესეთი სახე დაიღო და დაეწყო დანიშნულების წერა. შეხედეთ რა ამხელა ბიჭო. ნახე, ნუ რა. შეხედე, არ შეიძლება ესე ტკბილი, ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი, ყველა სიამოვნება მომისმეს, ნუ. რატო ტუალეტში შესვლა? თუ არაფერი არ შევჭამე, რა მინდა ბიჭო ტუალეტში. არა, თან აწერია, როგორი გაკრული ხელით ახლა. აი რა არის ახლა ეს? აი როგორ გავარჩიო ხა? აი ეს რა არის? კარგი, რა ყველაფერზე რატო ბუზღუნებ რა? არ ბუზღუნებ რა? ახლა ვეკეთყვი, აი წაკიკითხავ. დღეში ორჯერო. ეს იოჯე ხო და რომელი წამალია? რა მნიშვნელობა ყველა შენი დასალებია მაგით. იციგიო. გუში მთელი ღამე რაღაცეებზე ვფიქრობდი და მივხვდი რომ სახლის გამო ბავშვის გაჩენა ძალიან ცუდი იდეაა. მართალი ხარ თამუნა, მარტო სახლი რა გვინა? ხო, მანქანა, გარაჟი. ხო, მეც მაგას არ ვამბობ. ეს ნიკამ დამირეკა. მე და ნანკა ხაშურიდან მოვდივართო. მოდის? კი. აი ვიცოდი რომ ვერ გაძლებდა იქ რა. რას მიდიოდა ამ ხაშურში საერთოდ ვერ მივხვდი. რა ვიცი, ნანკა მაიჩემა რომ მე როგორი საქართველოს დავტოვე, ისე ისეთის ნახვა მინდაო. ხოდა სადაც წავიდნენ, ყველგან რაღაცა დახვდოთ გაკეთებული. მე თქვენს რომ ხაშურში წავიდეთ, ის მაინც არაფერი არ იქნება შეცვლილიო და წავიდნენ. იცი რა თამნა? როგორ შევეჩვე, იცი შაურმის შეხვევას? მართლა? აი იმ დღეში რომ ნამცხვარი გამატანე დილას. ლავაში გავახვია და ისევ ჭამე კინაღამ. კინაღამ. ეხლა ახალ გამხვევს მოვიყვანთ. გამხვევს? კი. მე აღარ ვიმუშავებ, თავისუფალი ვიქნები, ის გავხვევს ხოლმე შაურმას. გიო. გეხვეწები რა ჭამას რომ მორჩები, საბნები ამოალაგებინე რა. მე ჭამას დიდი ხანი ვერ მორჩები, მაგრამ მაგ საბნებს ერთი პირობით ამოგალაგებინებ. აბა? აი ეს რაღაცა ძველი ნივთები არ ამოალაგო კიდე. არ დაიწყო მე რაღაცა გახსენებები, თორემ მე მაგების უკან შელაგება შენ გეზარება ხოლმე და მე უნდა შევალაგო მე ისევ ახლიდან. არა, გიო, ყირდები მართლა, გეუბნები, აი არავითარი ძველი ნივთების ამოლაგება და არავითარი ძველი ისტორიების გახსენება, რა სისულები. დაიფიცე. გეფიცები. აი, ხო ვამბობდი რა, ხო ვამბობდი, საბნებიო და ნახე რა ხდება, ნახე. რა? ჩემი პირველი ცეკვის ჯუსტები. როგორი პატარა ფეხუჯები მქონდა, შეხედე. აი ეს რა არის? ჩემი კაბა არა რა. რა კაბა შეხედე, ნახე რა შენი კაბა როგორ არის? აი შარშან მეცვა გიორგი არ გახსოვს. აი მე რა ხდება? რა იყო შარშან უფრო მაღალი ვიყავი თუ რა არის? მე პატარავდები გიო მე მგონი. ეს რა მაგარი სიტრია. რატო არ ვისმენდი ამას ადრე რას? აბა ერთი ნახო. ვაიმე. ო, არა. ო, რა სიკმინება, რა დამგლიჯა. ვარ ვაჩუქოთ ეგ და კატაგიო. ეს ნახე. კუდი. გახსოვს დედაჩემ ამერიკიდან რომ გამოგიგზავნა? და შენ გახსოვს მე რო უკან გავგზავნე? მე გახსოვს რომ ისევ გამოგიგზავნა იმან უკან? და მე რო ისევ გავგზავნე მე რო უკან ეგ გახსოვს? მე მეორე კუდიც რომ გამოგიგზავნა. საწავიდა ჩემი წითელი ზედა? წითელი ზედა როგორ შეიძლება თამუნა სადმე წასულიყო? პირდაპირ რატო გებულობ გიორგი ყველაფერს ფიგურალური ნათქვამია ეს. ფიგურალური მე სრიალი ვიცი. ეს არის ხლა მიხა ნაბადიაო. ნაბადი. რა თქინდა გიო ნაბადი? ეგ ნაბადი ისე როგორ მჭირდებოდა ერთ დროს შენი მინდოდა რომ მაგ ნაბადით მომეტაცებინე, მაგრამ რო გითხარი რომ ცოლად გამომყევი, ეგრევე დამთანხმდი და აღარ დამჭირდა. ეს ჩიჩილი ჭამს. რობერტ ადამიანი საჭმის გარეშე რამდენ ხაზლებს? კონი 40 დღე. აჰა. ესე იგი 3-4 დღე გავხაჩავთ კიდე, ხო? ბიჭო, ვაფშე არაფერი აღარ დაქვს შესაჭმელი? არა. ხო. ის პატარა ყველის ნაჭერი რო იყო საწავიდა. ეგ ძაღმა შეჭამა. აა. მოიცა რა ძაღმა შეჭამა, ზაღლი რო არ ყავს? რა გინდოდა ახლა? ხო იყავი შეგუებული იმას რომ ძაღმა შეჭამა.
ვა, თორნიკე. ნახე სამი ხორცის ნაჭერი მოფრინდა. ხორცის ნაჭერი კარა მტრენდებია ესენი და თან თავი დაანო. არა რა, იმ სტუქალაკში უნდა დავჩენილიყო. ო, იქ გექნებოდა ხო საჭმელი? საჭმელი არ მექნებოდა, მაგრამ ისეთ ცუდ პირობებში ცხოვრობდი, რომ საჭმელსაც ვერ ვიფიქრებდი. არა რა. შინაური ცხოველი მაინც ყოლოდა რამე რა. რა შინაური ცხოველი, ჩვენი საჭმელი არა გვაქვს. ო და ჩვენი საჭმელი რო არა გვაქვს, იმიტომაც ვნატრულობ შინაურ ცხოველს. ხარბასამდე რამდენი დარჩა? 2 კვირა. წინაზე რო კითხე, მაშინაც 2 კვირა იყო დარჩენილი და დრო არ გავიდა? კი, გავიდა. 15 წუთი. არა და ფული გჭირდება, ეხა ქიდაც გადასახდელი გვაქვს, საჭმლის ფულიც გვინდა. შენ არ დაგჭა? რა უნდა დამჩენოდა? შენ არ დამიხარჯე? მე რა გაგიხარჯე, შენთვის არაფერი არ გამომირთმევია. ო, სამაგერად გიოს იმდენი გამოვართვი, რომ გიოს აღარ დარჩა. იმან მე გამომართვა და მე აღარ დამრჩა. დავიცე, მეც კაპიკი არ დამჭა. თან ვერავისაც ვერ ვთხოვ ეხა სესხებას, იმიტომ რომ იმდენი ვალი დამიგროვდა უკვე რომ მწხვენია. და მე რო შემწხვება, ხა ხუაზე ხარ, მართლა რამდენი ვალი. უი, მართლა, რა ხდება? საშაურმეში გიტოვებ ჩემ და გიორგის ამეს? ასე ხა მე კიდე ახლა გიორგი თავისი წილით კიდე შაურმებს ყიდულობს და ჭამს, გასა და დღის ბოლოს მეგონი 1.20-25 ლარი იქით მოვაქვს. ხალხი დადის? კი. ერთხელ ვინც იყიდა, მეორეთაც მოვიდა სულ ყველა. კარგია, ესე იგი ხალხს მოწონს. მოწონს, ხო? ახლა ზოგს მოწონს, ზოგს ვემუქრებით. აჰა. შეგო მოგწონს, ე? კი, მე კი. დავბერდი ჩემოსმა, დავბერდი. წამლები, კარგი რა, მამუკა. რა დროს დაბერება ახლა? რო დაბერებული ყავი, საერთოდ გამოგიშევდნენ იმ სამსახურიდან. კარგი რა. წამშვით. სადაც მე მუშაობ, იქ მუშაობას კიდე გამოშევაჯობდა დამჯერე რა. არა, რატო არ მოგწონს ვერ ხვდები? გენერლის მოადგილეთ ხარ ბოლო-ბოლო. გენერალი არა ეს ამადი რა. ბიჭო, მე ახლა კაცი რომელიც ველზე უნდა ვიყო ავღანეთში და ტერორისტებს პეკას მესროდე. თბილისში ვზივარ კაბინეტში და გაბრაზებულ ჩიტებს ვესვი მწვანე გოჭებს. კარგი, თუ არ მოგწონს შენი თანამდებობა, მაშინ სუპერგმირი გახდი და იქ გამოამჟღავნე შენი ეს უნარჩვევები. რას ბოდაო, რა სუპერგმირი, აი. მომისმინე, უყურე. ესე იგი, შაქრის ტომარას აიგებ და ამ ტომრისგან შეიკერა ფორმას. ოღონდ გულზე უნდა გეწეროს დიდი D. დინამო? არა, რა დინამო, დიაბეტმენ. აი, სახში ვიღაც ზის ცხელი ჩაი აქვს და განწირული ხმით კვირის 3 კოვზი შაქარი მინდა მიშველეთ და შენ მივარდები ძალიან დაღლილით ჩაუყრი და გმირი ხარ. დიაბეტმენ. შენ მაიმუნობდა ეხა თუ დაუკვირდები სულაც არ არის სასაცილო რა. აი რის გამო არ დამაწინაურე? შაქარი გაქონ? არ ეხლა. რა დაწინაურებაზე გაქვს პრეტენზია? არ გახსოვს ავატოფეში აქენი? დაწყობდი ბიძია. არ არის ნემსი საშიში. აი მე გლანდები უნდა ამომაჭრა, მაგრამ საერთოდ არ ვტირი. აი ეს არის ზამთრის ტანსაცმელი. უი, ზამთრის ტანსაცმელი. ჩემი ცეკვის ოღონდ. ცეკვის ზამთრის ტანსაცმელია. იო, მე რო ცეკვავდი, სად იყო მაშინ საცეკვავ დარბაზში გათბობა და ისეთი თბილი ქურთუკები გვეცვა, აი აჭარულის ქურთუკი. ეს რა? ნახე რა, ჩემი ბოდე. პირდაპირ მე-4 კლასელი დაიბადე? და 800 გავჩდი, თამუნა, რა ჩემი ბრალია. აი მე ეს გახსოვს, როდის ვიყიდეთ, გიო? გახსოვს? აუ, არ მახსოვს. აბა რას მესაყვარლები? აი რა კუჩა ვერ გავიგე. ეს რა, ჯანდაბა. ეს აი ვერაფერში რო ვერ ვიყენებ, მაგრამ გადაყრა რომ მენანება იმ ნივთების ყუთია, გიო. ვა, თორნიკი აქ ხარ? ვერ პოულო, ბეწვის ქუდი რომ მქონდა, საწავიდა. რადგინა, თამუნა, არა უშავს თუ ვერ იპოვი. კატა დაიშვი პირდაპირ თავზე. თან ხაში წამოწევა. აი ეს რეებია. დაანებე ხა პარკების პარკია. პარკები. აი ეს გამაგებინა რა, რატო ინახავს ყველა ქალი?
ძველ გახვეტილ და პურის ნამცეცებიან პარკებს სახში. რა ფენომენია ეს ნეტა გამიხსნათ. რა? ვაიმე, ჩემი საგვარეულო ხე. ვაიმე, მეგონა რომ დაკარგული მქონდა. აი ეს შენი წინაპარი კაცები კი ვიცოდი რომ შენნაირები იყვნენ, მაგრამ ქალებიც რატო არიან შენნაირები კი? საჭმელიც გვინდა და ქირაც გადასახდელია, კი? ბიჭო, მოვიფიქრე. საჭმელი ვიქირაოდო და ფულს დავზრუნო. ოჯახ, დონიკ. ეს რაღაცა ხოძზე ხარ. ხოძზე ვარ. ისე ხო ამბობენ, მშიერზე ადამიანი უფრო მაგრად ფიქრობსო. ხო, უფრო მაგრად ფიქრობს და რაც უფრო მაგრად ფიქრობს, ხვდება რომ შია. აუ, შია. აუ, მეც მშია. არა, რა. გიორგისგან გამოვიდა. მოეცა გიჟი ხო არა ხარ, სირცხვილია ბიჭო. გუშინაც გამოიტანე. აუ, ერთი დღე რა არის ხა? რა ერთი დღე გუშინ წინ არ გამოიტანე? გუშინ წინ არაფერი არ გამომიტანია, შევედი, ჭამე და გამოვედი. ბიჭო, მაღაზიაში რო ჩახვიდე პირადობა რო დატოვო და რაღაცები ამოიტანო. არ გამოვა ეგ. რატო? პირადობა, პასპორტი და სტუდენტური სხვადასხვა მაღაზიებში მაქვს დატოვებული. მომაფიქრდა. რა? ჩემებს დაურეკავ ქუთაისში და გამოვაგზავნინებ საჭმელს. შენებს? ხო. და ბინის კირა? ახლა ისე მშია მაგაზე ვერ ფიქრობ მე. ყველაფერზე საჭმელი მახსენდება, კაცო. ბინის ქირა ქინძმარში. კიევური ბინის ქირა. ბინის ქირა კეცზე. ვა, კეცზე მაგარია. ჩემებს დაურეკავ და საჭმელსო გამოგვიგზავნიან. მე ქირაზეც მოვიფიქროთ რაღაცა. მათხოვე ხე შენ ტელეფონი ქუთაისში გადავიკ. აი ნახე, აი ამ შტოსი ვარ მე, აი. თამუნა. აქ ნახე რა წერია. რასაც მე ვხედავ, შენც იმას ხედავ? რას? ნახე, თამუნა, ჩემი დიდი ბების მამას. რა გვარი ქონია? ბაგრატიონი მერე? რანაირად ამბობ, ბაგრატიონიო? ბაგრატიონი, თამუნა. ხოდედი. რა ვიცი, აბა სიცხე მაქვს 40 და ჩამოდი ხარ? 38 მქონია. იყოს არ მინდა ჩამოსვლა რამე საჭმელი გამოგვიგზავნე და კაი, დედი, კაი. მეც გეხუტუნე, დე. ესეც ასე. საჭმელის ამბავი მოვგვარებულია, ნაწილს დედაჩემი გამომიგზავნის, ნაწილს დედაჩემამდე რო ძმაკაც ველაპარაკე, ბაძუს. ის და 60 საათში აქ იქნება. მარშრუტკას გამოატანენ. ხო და თან ისიც უთხარი რომ წინ ჩადეთ მატორთან ახლოს. რატო? ხარჩო ცხელი რო ჩამოვიდეს, ვინო? ო, ეგ მართალია. რა ვქნათ იცი საჭმელი რო ჩამოვა. აქ იატაკი ამოვჭათ. ხო. და ქვემოთ სარდაფი გავაკეთოთ და ნაწილი იქ შევინახოთ საჭმელს. შენ ვერ ახარ ცოტა ხო იცი? მესამე სართულზე ვარ და ქვემოთ ხალხი ცხოვრობს, რა სარდაფი? დაიც ახლა ჩვენ სარდაფში ხალხი ცხოვრობს და ქირას არ გვიხდია? სხვათა შორის ბინის კირა ჩვენც არ გვაქვს გადახდილი. რეკავს სისხალი 2 დღეა უკვე და ჩვენ ყურმულს არ მიღებთ, სირცხვილია რა. ეგ სირცხვილი კი არა, კაია. რომ მოვეტყვი ტელეფონი არ მუშაობს და 20 ლარს დავაგლებ. ეგ მართალია. არა რა. მეც სამოქალაქო სექტორში უნდა გადავიდე. სად გადავიდე? აბა ეხლა სად ხარ? მე ისეთ რაღაცეებს ხართავ, ზამია, ეგი პოლიტიკაა უკვე. ბიჭო, ისე ქუთაისიდან საჭმელებს ვაგზავნებთ არ ტეხავს? რა ტეხავს, იმხელა გაბიბინებული პარლამენტი გაუგზავნე იქეთა, საჭმელი რო გამოვიდა. აუ. სურა. დედალი გავს და დაელაპარაკე. აი, ექიმების გეშინია, დედიკოსის გეშინია, პოდერა. ნუ მაიმუნო, უპასუხე დედას. არა. ეხლა დამისვეს ასთან შეკითხვას და მაგის ნერვები არ მაქვს. ხათი და შენ უპასუხე. მაშინ როგორც ყოველთვის. გორგი, მოდი. ჯეირანი. მიდი, დაელაპარაკე, ოღონ დიაბეტზე არაფერი წამოგცდეს, ხო იცი? შენ მე ნუ მასავე დედას ამონა უთხრა და რა არა. მიდი. ხო დედა. მამუკა შენ ხარ? ხო, რა შვებით, დედიკო როგორ ხართ? რა ვიცი, არა მეშ, რა ტორტს ჭამ და ლორს აყოლებს. ზურა რა შვება? არა უშავს, კარგად. შენ როგორ ახლა? რა ვიცი, აბა არა მიშავს. მამუკა, ზურას ეხლა ჩემი ხმა ხო არ ესმის? დედა, ეხლა ზურას როცა ელაპარაკები, მაშინ არ გისმენს და ეხლა რატომ უნდა გისმენდეს? მოკლედ, მამუკა, მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. იცი რა, ისევ მე უნდა გავახარო ჩემი შვილი. ისევ მე უნდა ჩავერიო, ხო ხედავ ქეთის ხელში რა დღეშია. ერთი კარგი გოგო უნდა შევახვედრო ზურას.
ოღონდ მაგასთან არაფერი წამოგწდე სიცოდე. შენა, ეხლა მე რომ გითხრა რომ ეს სულელური იდეა, მაგას აზრი არ აქვს, ხო? არა. კარგი, მაშინ გავუვირიგოთ, ბატონო. იქნება მართლა ეშველოს რაღაცა უბედურს. კარგი რა მამუკარა, მურჩი მაიმუნობას რა. მოკლედ, დიმიტრისთან მუშაობს ერთი ძალიან კარგი გოგოა ია. გაუთხოვარი დარჩა. ვერ გათხოვდა. არა და ისეთი კარგი გოგოა, ლამაზი, მოწესრიგებული, ჭკვიანი, განათლებული. მოკლედ, ძალიან კარგი გოგოა მამუკა რა. თუ ასეთი კარგი გოგოა, რატო ვერ გათხოვდა? მოკლედ, ახლა უნდა დამეხმარო. შენ როგორმე ზურა სახლიდან გაიყვანე, მე და დიტო მოვალთ, სუფრას გავშლით და საღამოს იაც მოვა ჩვენთან. რა სიტყვი? კარგი, ხო, მოდით, გელოდებით, ხო. კარგი. ხო, მართლა დღეს ციცოდე იდას დაბადების დღეა, აუცილებლად ორივემ დაურეკეთ და მიულოცეთ. აბა წავედი კოცნით. კარგი, კარგად. დედა იყო ბიჭო. ხო, ეგ ვიცი, მე რა. მე ისო დღეს ციცოდე იდას დაბადების დღეა და დაურეკეთ და მიულოცეთ და ეხა ციცოდე იდას დაურეკავ შენ, მე დედას უკვე ველაპარაკე. ხო, ტელეფონთან ახლო შენ ხარ და შენ დაელაპარაკე. ეხლა უკვე შენ ხარ. კარგი, მაშინ როგორც ყოველთვის. მოდი. შენ როგორ მოვიგო ბიჭო, თელ ბატალიონს უგებდი, მოდი. ბატალიონს როგორ უგებდი, როგორ მაინტერესებს. როგორ და ბრძანებას გავცემდი რომ ეხლა ყველა ხალხი გააკეთე და მე ვაკეთებდი მაგრადას და უგებდი. დაგანგრიო. მოდი, ჯეირანი. ბიგი ხო? აჰა, ციცოდე იდა. მიულოცე. როგორ არიცოდი, როგორ არიცოდი, გიორგი, რომ ბაგრატიონი იყავი. რა ვიცი, თამუნა, ბებია ჩემი კი ამბობდა ხოლმე რაღაცა ბაგრატიონების, შტოვართო, მაგრამ აქაც სკლეროზი ქონდა, მე მეგონა რაღაცას ურევდა მე. აი არ მჯერა რომ ბაგრატიონს გავყევით სოლად. აუ მეც უნდა ვიპოვო ჩემი საგვარეულო ხეგიო. აუ ნეტა ჩერტკოები იყოს ვინმე ჩემ წინაპრებში. ეხა მომისმინე თამუნა, ეს საგვარეულო ხე მარტო არაფერს არ ნიშნავს. ხო? არქივში უნდა გავიარო დღესვე, საბუთი ავიღო, აი საბუთი რომ ხელში მეჭირება, მე ნახე შენ. მეც შე რატო უნდა გაიარო გიო? აბა? მოურავი გაუშვი. იმდენი ხანი აღარ მიჭამია საჭმელი, ახლა რა უნდა ვქნა, აღარ მახსოვს. რა უნდა ქნა და უნდა ჩაკბიჩო და უნდა ჭამო. ნო. ხო მაგარია. ნახე. დედალი. კო. ბიჭო, ეს ამ დედალს სალიფეხი რატო აქვს? ეს სალფეხა დედალი იყო. აბა შენ რას ჭამ? არაფერს? ახლა ბარკალს. ხო, კაი. ხო, რა გინდა ხა უკანა ბარკლები მე? წინა ბარკლები შენ. ეგრე იყოს. აუ ისე მაგარი ხელები ქონია დედა შენს რა. ნახე თორნიკე, ერთმა სიტყვამ რამდენად შეიძლება რაღაცები შეცვალოს. ახლა შენ რო გეთქვა, რა კაი ფეხები ქონია დედა შენსო? სულ სხვა სიტუაციაში ვიქნებოდით. ისე მართალი ხარ. ბიჭო, ეს იმერეთიდან მეგრული ხაჭაპური რა კონჩი გამოგიგზავნეს? არა, ეგ მეგრული. აფერისტულადაა, გამომცხარი. ჩაგბიჩე? ჩაკბიჩო? ჰა. აი, მარტო ზევიდანაა, ყველი. ხო. მაგარია. რა კარგად მივირთვით? არა, რობერტო. მოდი ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ რა. რა მაგრა გამოვიბესტეთ? ისე მშიოდა რომ კარალიოკის ჩირის გამოტანინება დამავიწყდა. გამოტანინება რა სიტყვა ერთი? აბა გამოტანანინება? გაიგეთ მართლა. ნახე ერთი აბა იქ კიდე რამე ხوار გამოგიგზავნეს. აბა. ვა, ნახე. დედა შენთვის ტრუსიკები უყიდია. არ უყიდი ეს, გასარეცხებს იქეთ ვაგზავნი და მირეცხავს და უკან მიგზავნის მე. მართლა? ხო. მე სანამ გარეცხილები უკან მოდის, მანამდე რა ხდება? აი არაფერი ზამე. მომაცხადე ერთი აქ კიდე რამე ხوار არის შიგნით. აჰა. ვა, ნახე, სიგარეტი. არა, არც ერთი რო არ ვეწევით. ეგრე ხა ძვლებსაც ავჭამთ, არც ერთი, მაგრამ გუში მთელი ხათმი ძვლები შევჭამ. ხო. თან ამბობენ ჭამის მერე მოწევა ასწორებსო და ერთხელს ამოვიღებ, მოვუკიდოთ და ნახევარს. მე მოვწევ ნახევარი
შენ მოწიე. მედიე, მაგარია. აუ ისე მართლა თუ ბაგრატიონი ხარ გიორგი და ეს თუ დამტკიცდა ეს ყველაფერი. წარმოგიდგენია რა პატივისცემაში ვიქნებით, ხო ყველგან გვიცნობენ ქალაქში, ქუჩაში, მაღაზიაში და ბაზარშიც უკეთეს პროდუქციას მოგყიდიან გიო. უკეთესი არ გვინდა თამუნა, იგივე მოგცენ, უბრალოდ ცოტა დაგვიკლამ რა. აუ ჩვენ ალბათ პირველი მეფე დედოფალი ვიქნებით, ვინც კორპუსში იცხოვრობენ და ჩეხური პროექტის სასახლეში იქნებიან. რა ჩეხური პროექტის სასახლეში ოდეს მე ხო გეყოლება ეს შვილიო და დედა ჩემის გვიყიდის კერძო სანმე ბაგებისკენ. და საერთოდ მეფის კარზე ვიცხოვროთ გიო. რატო თამუნა კარზე შევიდეთ და პირდაპირ სასახლეში ვიცხოვრო. რაიმე. აი რა შტერი მეფე ეყოლება საქართველოს. აუ გიო, იცი რა მაინტერესებს? გამეფდები მერე. აი ამ პრემიერს შენზე მეტი უფლებები ექნება? გარიცება, მე ის უფრო მაინტერესებს, მე გიორგი მე რამდენი ვიქნები, აღარ მახსოვს. აუ არც მე არ მახსოვს. შენ იქნები გიორგი ბოლო. რატო გიორგი ბოლო? რატო? მე ვაპირებ რომ მყავდეს ბიჭი და ჩემთვის მინდა რომ გიორგი დავარქვა, ანუ ვიქნები ბოლოს წინა? გიორგი ბოლოს წინა. საიდან მოიტანე რომ ბიჭი გვეყოლება? მე გოგო მინდა. ჩვენი გოგო იქნება ყველაზე ლამაზი პრინცესა მთელ ქვეყანაში. მერე წაიყვანენ, მოგტაცებენ ბოროტი ადამიანები, გაზრდიან უჩვენოთ, იმას აღარ ვემახსოვრებდით საერთოდ, მაგრამ წლები რო გავა, გაგვიხსენებს, დაგვიბრუნდება და ვიცხოვროთ ბედნიერად. ეხლა შენ იანონამ რა ხმნა მოყევი იაკობის? რა პუნცელი მოვყევი. და ცხენები ხო გეყოლება? აუ გვეყოლება, აბა რა, მაგრამ ცხენებით ხო არ ვივლით ეხლა 21 საუკუნეში, იმ ცხენებსაც სამეფო ლიმუზინში ჩავსვათ და ისე ვიაროთ. გიო მუშაობაც აღარ დაგვჭირდება. წარმოიდგინე, ჩვენ მაგივრად გლეხები იმუშავებენ და ისინი გადაგვიხდიან ჩვენ ხარკს. ხარკი კი არა, ვინმე ფული მოგცეს არ შეიძლება. მოდი რა, წინასწარ სურათები მაინც გადავიღოთ რა. სურათები რა თქინა? არა, გაქვს მობილური. მოდი გადავიღოთ. რა თქინა და ისტორიის წიგნში არ დაბეჭდავენ ხა ჩვენ სურათებს თამუნა და გიორგი ბაგრატიონები. მიდი. აი ესე იქით გაიხედე. ხო, ეხლა ინფორმაციას უნდა დავიწყოთ გიო ფიქრი. მე ერთი უკვე ვიცი. რა? ქვეყანაში ავგრძალავ ზეთს. და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ ქვეყანას არ დაჭირდება ზეთი. Save. მე იცი რას ვიზავ? თელერს შევკრებავ. და ერთ დიდ მაგიდაზე დავსვავ და თამადა ვიქნები მე. ვინც არ მომისწრებს თავს მოვაჭრე. ხო, ვიცი რომ შენ უფრო ბევრი საეჭვიანო გექნება? რატო? მე ყველას მოვეწონები, წარმოიდგინე რა მოხდება. ზრაზე უნდა ვიეჭვიანო ერთი. გახედავ ვიღაცას და გამოგხედავს ვიღაცა ეგრევე 40 როზგი. აი მე ბიჭო, ანუ ახლა ჩვენ რაც მოვწეთ, მოსაწევი ყოფილა? ბაცუ მითხრა მეგონა გაგისწორდებოდა თოდა. რატო ვერ მიხდი? არ გებოზი, ასონი რატო ვერ მიგძენი? სულს რას იგზნობდი? ცხვირით საჭმელებით ხოლა აღმოჩენილი. ვაიმე, რობერტ. რა დამა ბაბანა? ახლა როგორ გავსხვავდებით ერთმანეთისგან? მე რა გამაბიჟვინა? რობერტ. ეხლა ორი მეჩვენები. რა მაგარია, პარო გითხრა. 10 ლარი მომეწითქო, 20 ლარს მომწე. აუ ბიჭო, მე ისე მაგრა ვარ, ეხლა რომ პირველი არხის ყურებაც გამისწორდებოდა. ჩარდი რა. სასაცილოა პირველი არხი. რობერტ, ეხლა უყურე. ფო. ვარტო ერთი ფო, რატო გააკეთე? დარჩენს თვითონ შვება. ვაიმე, რობერტ. ბიჭო. ეს კათამი ჩვენ რო უჭამეთ? ცოცხალი იყო? აბა, მუცელში რა დაფრინა? აუ, რობერტ. მაგრა ცუდა თუ არა? არა, კარგად ხარ. აუ, რობერტ. მაგრა კარგა თუ არა? არა, მარლა კარგა თუ არა?
მაგარია. გიდა რამე ვითამაშოთ? რა. აუ, წეროები გინდა? კი. დავაი. წეროები. რა წეროები? რა ვიცი? არც მე არ ვიცი. აღარა შევი ახლა. წავაგე. სამიტორი. სამიტორი ვაგებ. აუ, რობერტ. აი ძალიან. აი ძალიან რა. აი რაღაცა ძალიან, მაგრამ არ ვიცი რა. აი ზუსტად ვიცი გიორგი როგორც იქნება ყველაფერი. აი ბოლომდე მაქვს წარმოდგენილი ყველაფერი. მაპატიეთ რომ სასახლეს ვერ გიჩვენებთ. მაგის ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს. ამიტომ სასახლე და ეგეთი რამეები თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ. მეფეს კარის რაინდი რობერტიე ახლა. რობერტ. გამარჯობა, მეფე ძამია. ამბარდი. რა გამჭირვებია? რაღარა გამჭირვებია? ვითომ ეს კომუნალურები არ ყოფნი და ხარ კი მახტევინეთ კიდე. დღეს მომივიდა ქვითარი, დენი, წყალი, გაზი, ხარკი. დასუმთავებაზე იყო მიბმული. აი ხა რამე მომიხერხოს თქვა. კარგი რობერტ, კარგი. გადავცე მაგას. გაგან თავისუფლებ ხარკისაგან. კიდევ რამე ხوارგი? რა ვიცი, კიდე მაქვს ერთი სათხოვარი. ნათლია ჩემია ნამეტანი გაჭირვებულ დღეში და ვიფიქრე იქნებ თავარსარდლად მომიწყო სადმე თქვა. ის იმნაირი კაცია, თუ არაფერი გაგიკეთა, არც გაგიფუჭებს. აი მაგას ვერ შეგვირდები. ძალიან კი მაწყენინე, მაგრამ მეფე ხარ ძამია და რა ვქნა. კიდე მაქვს ერთი სათხოვარი. იქნება ერთი 20 ვერცხლი გქონდეს, რომ მომცერო ქუთაისში მინდა წასვლა და აბატონ. ადლობა, თქვენ გეხუტუნეთ მე. კარგად რობერტ, კარგად. არ დამივიწყო. კეთინო ჯამბასთან დამაკავშირე. როგორ ხარ? თამუნავარ ხო დედოფალი? აუ ჩერტკო, ძალიან გთხოვ რა უფლისულს გამოვუშვებ შენთან და ჯაივი ასწავლე, ოკეი? Excellent, good job. Okay. გიო, კაია, შენთან ლაპარაკი, მაგრამ სანამ დედოფალი გავხდები, ჩემი საქმეებიც უნდა გავაკეთო მე. სად მიდიხარ თამნა? დედოფალი თამარი სარეცხ მანქანას ბისტრაეს ცირკაზე ჩართავს და დაბრუნდება. მიდი გააღე. კიდო? მიდი გააღე. ვინა? არ მისურვა, შეჩევალა ჯერდა. ლაღე. თქვი ვინა? ბინის მე პატრონია. ბინის? ვაიმე, რაღაც უნდა ვქნათ. ხირაზი. გაუღე. ხო არ მეტყობა რომ? არა, მეც თავს შევიკავებ. როგორია? სანტა იკარგი. მე სად დავიკარგე? მე კი არა. ქირა სად დაიკარგა? სად არის ქირა? რა ქირა? არანაირი ქირა. მე და რობერტი აქ ცხოვრობ მარტო. არანაირი ქირას ჩვენ არ ვიცნობ. ბინის ქირაზე გეუბნები. ბინის ქირას მიდღედეს არ ვიცნობ. უნამუსო მატყუარა ყოფილხარ რა. არა ბატონო, მე ვიხდი მარტო 100 ლარს აქ. ხო და 100 ლარის ღომე ჭუბე უკვე და დანარჩენს ისიხდის და იმაზე ჭუბე. მე მეჭუბე. უკვე ძალიან ყელში ამოვიდა რა. ეხლა რამე სასაცილოს ხედავ თქვენ?
ეხა სასწრაფოდ გადაიხდით ბინის ქირას, ან გადაიხდით, ან პოლიციას გამოუძახებ და გატყრით. გამოუძახე მერე რა. გაიშვით ახლა პოლიცია რომ გამოიძახოს, მიხვდება ის ყველაფერს და დაგვიჭერე. დაგვიჭიროთ მერე რა. თქვენ გონი გიჟები ხართ. გიჟები ვართ მერე რა. ყოველთვის უნდა მიმექირავებინა ეს ბინა. აი ბიჭებთან სულ ეგეთი პრობლემები მექნება ხოლმე. ახლა მეაქირავე გიშლის ვინმე? ჩვენ აგვიქნებით. ნახე რა ჯიგარია, გოგოები გაგვიჩიტა. შენ ნერვებზე თამაშობ, ხო? თქვენი ხმა არ გავიგო ეხა. გეყოფა თავის მართლება. ფულს არ მიხდით, არ მიხდით. სიგარეტი მაინც მომაწევინეთ. ბიჭო. რობერტ, მე მგონი უნდა გეთქვა რომ ეს სიგარეტი არ არის. თქვენი ხმა არ გავიგო ახლა თვალებით ივანიშვილს. ესე რა მოიფიქრე ხა რა იყო ხა გოგოს მოყვანა რა. მესმის ახლა ნუ ზურასთვის ალბათ აჯობებს ახლა მის ცხოვრებაში ვიღაცა თუ გამოჩნდება მაგრამ აი ეს ახლა ამ მეთოდით რა. გამოვარა მე. არ ვიცი, მე ვიცი რომ ჩვენ უნდა ვცადოთ. რა ვიცი რა გამოვა მამუკა. ისეთი კარგი გოგოა, მართლა აი მოვა და ნახავ რა, ჭკვიანი, წესიერი, განათლებული, კარგი ოჯახის შვილია. რა ვიცი რა ქნას მეტია. ზურა უას თუ იტყვის, შეიძლება რომ მე მოვიყვანო გოგო? ძმა. ზურა ხო არ მიხვდება რომ ურიგებთ იმ გოგოს? ეხლა თუ მაგას ვერ მივხვდა, მაშინ ცოლათაც ვერ მოიყვანს, ხო? ეს სად ვარ? აბა, შეგეხმაროთ. მამუკა როგორ ხარ? ვერ მოგისმენე წერა. მამუკა ბიძია ჯერ ეგერთი. კარგი, რა შენ კიდე რითი არ მოგბეჭდა, ჰა? აი, მართალია, მომბეჭდა. აი, თუ ვინ აიღე ერთი კიტრი? აიღე. და იქით ითამაშე მაქანა და რაიმე მამუკა, ისეთი ქათამი გამომივიდა ნაღებში. გაგიჟდები. ვაიმე. აუ, სანამ ისინი მოვდნენ და დამიდერა და მე შემჭამ რა. არა, იყოს, არა. საწყალ მამუკას ეხლა შაქრის ამბავი გაახსენდა და იმიტომ შეეცვალა ესე სახე. ნუ დედას რატომ უმალავს ამას მიხვდით, ხო? რა გჭირთ, ტვინს წაუღებს და იმიტომ. ამ შეეხლა და მე იყოს, მე გავსინჯავ რა. აი მე დედა მამუკა რა გჭირს? ხო კარგად ხარ დედა? კი, დედა რა იყო? კი. რა ვიცი წინა კვირას ქათამი რომ მოვიტანე ნაღებში ისეთი ამბავი დაგემართა და ისე დღეში იყავი რომ ეგარის ვარა მაგარი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელი აი საკათავი ნაღებში გაკოცო მოეკიმო კაცო შეგერდა თვალე კათავი ნაღებში აი რა ეხლა ვერ შევჭამ რა რაღაცააც აი არ მინდა რა თან ხო ეს ეხლა ჩემი ამბავი რა მე თუ დავიწყე ეხლა ჭამა მე ვეღარ გავჩერდები და მართალია მამუკა, რაღაც საჭმელები ისე უყვარს, რომ ზომაწონა არ იცის და შეუძლია იმდენი ჭამოს და შაქარმა ისე აუწიოს, რომ აი ესეთი გახდეს. არა, რას გეუბნებოდი? მამუკა ამდენი არ ჭამო, ხო გეუბნებოდი? არა, ხო გეუბნებოდი, რატო ჭამი ამდენი? ეხლა იყავი ეგრე. ეს რა არის მამუკა? ეს არის რა? ციციბურა. ოიცა, ციციბურა უნდა ჭამო? არა, გასკე უნდა ჭამო. უბრალოდ ახლა სუბრად ციციბურა ხოლმე გქონდესა რა. კარგი რა მამუკა რა დაჯიქი და ჭამე წესიერა. აი რა დედა რა ეხლა რა საერთოდ მე ვერაფერს პირს ვერ დავაგარებ რა მართლა გეუბნები. ჩემთვის ეხლა მარტო შავი პური და თევზი შეიძლება. აი მე დედა. რა კარგი ბიჭი ხარ? როგორ გამახარე რო იცოდე? მოეკეცი ხო მაინც შვილო? ამას ღმერთი არასოდეს არ დაგივიწყებს. დედაცვალოს დედა. რას ფიქრობ იცი? აი ხო გამოვა ეს ამბავი, ჰა? მამუკა, აი ზურა ხო იცი რა უცნაური ადამიანია. აი მაგის ესე იოლად დაყოლიება არ გამოვა რა. შენ მაგაზე ნუ ღელავ დედა ჩემს საოცარი უნარი აქვს ნებისმიერ სისულელეში ადამიანის დაყოლიებისა. და იმაზე ახალგაზრდა თუ არ იყო მე თუ მე.
ეხლა მომისმინე, მე რო არ მითხრა რომ არ გითქვამსო, მე არ მომწონს მანჩოს გეგმა. რაღაცნაირი უცნაური ურთიერთობა იქნება. შენ ვის უცნაურ ურთიერთობაზე ლაპარაკობ? დედა, თვითონ სად არის ამდენ ხასის გოგო? ოიცა დაუგეკა. მიდი სანამ ეს რეკავს, შენ ჩადი და ხელსაყრელები გათავდა და იყიდე მაღაზიაში ამოიტანე. რა თქვენ ხელსაყრელები, აი ზურას სიგნია და გამოიყენოთ რა. კარგია მამუკარა მათი. რა კარგია კაც რა, მე როგორც კი მივიდივარ ხოლმე აქ ასე დროს რა ასე დროს? რა ასე დროს და თქვენ კარგი ხო წავალ. ოღონდ აფია თქვენ კარგი წავედი ხო წავედი. და მალე მოვეცოდეთ. ხო. რა ოდიდო? ახლავე მანდ ვიქნები. აი მას გულისხმობდი, აი. კიმეზე რო კიდე გავდაუგორი. ეხლა გაცინოთ მაგარი ანეკდოტიცა. თქვენ რა მოხდით რა? არსია გაგუნებს? დიასახლის ოჯახის. ხაზე იკანა? აი ჩემზე ყვევი? ხო. ბიჭები უღებენ და ეს გალეუბნება. თქვენ რა? პულიო მომეციტო, პულიო. რა პულიო? ბიჭები ეუბნებია, ხაზე იკახარო. ხო და ეს ეუბნება გალო. ხო, ხაზე იკახარო. მე და ბიჭებმა ხაზე იკახობილა. ვაი, საბიჭოდ მინის პულიო. ვაი. აუ სასაცილოები ხარ. როგორ მატყუებთ და როგორ არ მაძლევთ კიდე. მატყუარები ვართ, მატყუარები. ამერთხელ გვაბატიეთ და შემდეგ თვეში აუცილებლად გადაგიდეთ. აი, ისი გადახდელები ხართ თქვენ. აუ, მაგ-ფული წადით და საჭმელი იყიდეთ რა. ოღონდ უცა მეგეჭკარა. ვეცა. საჭმელი იყიდე რა. არ მინდა თქვენი კი არ. მოდი შვილო, მოდი. გამარჯობა. გახადე. მოდი შვილო, მოდი და ზურაც მალე მოვა. მოდი. ეს ზურა ხო იცი შენ? კი, დიმიტრი მიყვებოდა კლინიკაში რაღაცებს. სანამ სუფრას ბოლომდე გავშვით, თქვენ აქ დავბრძანდით. აი აქ ესა, მე ვარ მამუკა, ზურა ძმა. ძმა. სასიამოვნო. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. დავბრძანდით თქვენ. მადლობა. ისე ხო კარგი ბინა აქვს ზურას შვილო. ხო, ეხა ცოტა პატარაა, მაგრამ პირველი ხანები გეყოფა და მე ჩვენ შემოგეშველები. მე გავალ, ვინოს ჩამოვასხა. მოვა. იაკო. იცი რა წერან ვეუბნებოდი მამუკასაც. აი რო წარმოვიდგენ, ძალიან კაი დედა ვიქნები. კი, და დიმიტრი კიდე უფრო კარგი მამამთილნაცვალი. აი მეც რა ხდება აქ? არაფერი, რაღაც შინაურული სიტუაცია გვაქვს. სულ ოჯახის წევრები ვართ. მოდი დედა, მოდი. აი გაიცანი ეს? ია. ხო. ზურა. გამარჯობა, სასიამოვნოა. სასიამოვნოა ჩემთვისაც. ია. აი მე, აი გიყურებთ და აკვდებით ერთმანეთს. ეგრევე მივხვდი რომ დედამ კიდევ ერთ მაგარ შარში გამხვია. გამაგიჟებს ეს ქალი, რაღა დროს გარიგება ამ 21 საუკუნეში. ისე 21 ეძახე და ნახეთ რეები ხდება. დედა გაგიჟდი? რა გარიგება და რაღაც სისულელები აკეთდა, ვერ გავიგე. ხუჩი რომ არ მიყვარს ესეთი რაღაცები. არ არის სწორი. კაი რა, აბა რა არის სწორი? რა და მაგალითად ის რომ აი ეს გოგო ია და დიმიტრი რომ დააქორწინო და შენ დაждდეს სახში და გაქცეულ მამაზე იდარგო. გესმის შენს მე. არ შემეძლია არ დავეთანხმო. შენ გაჩუნდი? აყვა ესეც ამათ რა. არის ცი დედას ამბავი ახლა. შენს კაი ვიღაცა ხარ. მიდი რა, დაჯეგი შეხედე. იქნებ კაი გოგო მართლა. ხო, მართლა რა გაახილე ეგ თვალები რა კაცო, რა დაგემართა რა. იქნება და შენს ბედს ხედავ, რა იცი? დედა ესე ახლა მაგის სახის მე-13 თვალებს უჭირავს და მე რა უნდა გაახილე. კარგი, წამოდავждეთ. ოღონდ არაფერი არ იფიქროთ.
გოგოსთან არის უხერხული. ცოტა ხანი ვისდეთ და მე დავიშალე. წამოდავსდე დედა. ნახე როგორ მოგეწონება რა. იცი რა კარგი გოგოა, მოწესრიგებული, ლამაზი, წესიერი, ჭკვიანი. თან იცი რა. აი კარგ ოჯახში გაზრდილი და კულტურული გოგო ჩანს რაღაცნაირად. დე. ხო დე, ეს პატარები ისხდნენ სუფრასთან და უფროსები მე მივუსწრეთ, ხო? მოიცა არასწორად ვსხდებით შენ აქ და ჯექი. მამუკა, შენ სუფრის თავში. მე აქ დაჯდები და დიმიტრი ტუალეტში შევიდეს და იქ დაგდეს. აუ სად არის რა ამდენ ხანს რა უკვე ძალიან მომშივდა მაგრამ ყველა კარგი ხალი ხარ თუ ამთვის ქირას არ გვახდებინებთ შეიძლება შენობით რომ მოგმართოთ? არა უნდა და შენ გეხოთონე მე კაი რა 500 ლარი რა სალაპარაკოა რობერტ ხო რა 500 ლარი 300 არ ვიხდით? ვიხდით რა 300 არ ვარ შეთანხმებულები? 500 ლარი 500 მოველაპარაკე თორნიკეს. ო, თორნიკე მითხრა 300 ვიხდით 100 შენ გადაიხა და 200 მეოდა, ანუ 400 ხდის თორნიკე? ესე იგი იმაზე უფრო მეტი ჯიგარი ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა რა. მაგას ჩემ ხუტუტუნე მე. ძალიან დიდი მადლობა. გიტარა გამოვაწევთ რა. დავსეიმები მე დავაწრავდი. სხვათა შორის იაკო ზურა თავის ახალ წიგნზე მუშაობს. აი მე როგორ ველოდებით არიცი. არა საინტერესოა. ზურა დედიკო ხო არ წაგვიკითხავ რამე ნაწყვეთ შენი ახალი წიგნიდან? კარგი რა დედა რა ვჭამთ ხო? ისე დიმიტრი დამეთანხმება. არ დამეთანხმება და მისი აჯობებს. რომ რაღაცაერთ უხდებიან ახლა ია და ზურა ერთმანეთს კი? აი როგორც ახლა აი ეს ჯავიკიდი და აი ეს ეკლერი. დააყდეთ მან. დედიკო, თებში კარგად მოასუფთავე. ხო გინდა რომ ლამაზი ცოლი შეგხვდეს? კარგი რა დედა რა, კარგი რა. კარგი რა უნდა მაგას. აი დიმიტრი ეთქვა, თელეცხოვრებდა აპრიარებდა თემს და როგორი ლამაზი ცოლი შეხვდა. ხო, ცოტა საკვები იყო, ცოტა ვადაგასული თორე. მამუკა, ნუ დებილობ რა მართლა რა. ზურა და ერთი ნამცხარი გადმომაწოდე თუ შეიძლება. კი ბატონო. დიდი ბოდიში ტუალეტი საით არის? სარკეში მინდა ჩავიხედო. სარკე? ორი სარკე აგზის. და ერთი საბაზაროშია. აი აქ კი მომეშალა ნერვები. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი ეს საწყალი გოგო. დედა და მამუკა კიდე უმატებდნენ და უმატებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველაფერი მალე დამემთავრებინა და იას ალაპარაკოთ გვერდზე გავიყვანე. ამათ ყურადღებას მომიაქცე, იცი რა, ალბათ გონიათ რომ ყველაფერი გამოვივიდათ და იმიტომ გვიყურებენ ესეთი დაჭკეტილი თვალებით. აი მე მგონი რაღაც გამოდის ღმერთო რა კარგია. მიგიხდი ამათ მაგერად ბოდიშს, რომ ასეთი სისულელის გამო ამდენი დრო დაგაკარგინეს. არა უშუალოდ ცოტა გავერთე კიდე. მართლა? ისე დედას უთხარი რომ მაინდა-მაინც არაფერი არ გამოვიდოდა. მე მამუკა უფრო მომეწონა. ხო. ამას მაინც და მაინც დედას ნუეთქვი. გეყოფა. კარგია. კარგია, დიდი მადლობა. მადლობა, ხომ გიტარა რა. მართლა დავატყდა. მინდოდა ცოტა ხასიათზე მომეყვანეთ ყველანი. თანაც დღეს ისეთი განსაკუთრებული დღე მაქვს. ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ. ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ. უკვე ცუც მიგზნობს გული ეს ზურა. მოკლედ. მამუკა. ალბათ შენ გეგონა რომ ეს დღე არ დადგებოდა. რომ მე ამას ვერ გავბედავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად მე ვგიჟდები მანჩოზე. მე მიყვარს ის და ამიტომ გადავწყვიტე მისი ხელი გთხოვოთ. ისეთი მომენტია მამა ჩემი მკვდარი რო იყოს აუცილებლად საფლავში გადატრიალდებოდა. სამაგიეროდ ეთნა ალბათ წევს სადმე უკრაინაში და დივანზე ტრიალებს. მოჭა მამუკა.
იმედე თავიდან თქვი ახლა წერან, გაიმეორეთ წერა რა თქვი? მე მინდა რომ დედა თქვენი წყელი გტყოვოთ. მამუკა. ჰა, ხო. სასტაბოს დავორეგე მოვიდეს დროზე. მამუკა დაწყდა. შეგიდე. დიმიტრი, ვე! თავიდან ჩამოაყალიბე წერა რა თქვი? გაიმეორე მიდი. მამუკამ მაინც განიცადა ეს ამბავი. დიმიტრისი არ იყოს ეთყობა ბოლომდე არ ჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. რომ გაიგო დედა საბოლოოდ დაინიშნა ძალიან სასაცილოდ იქცეოდა. მამუკა, ნუ აკეთებ მაგას, ხო ვიცი რომ გწყენს. არ მაინტერესებს. რა, უნდა მოვკვდე. ნიკა ხო ეკალაგა ჩემი შაურმით თავს. მერე? მოდი ეცოდო მე დედა მომკლა. მამუკა. შეიძლება ეკლერისტებში წავიღო? კი დედა. დედა მადლობა დედა. მადლობა. და მოკლედ თამნა აი ეგეთი ცუდი ამბავი მითხრეს ამ არქივში რა. არაფერი სამეფოს გვარი და სისხლი ჩვენ არ გქონია, აი. რა არის გიორგი, ხამდენი ხანი როგორ ვერ მივხვდი რომ იმ შენ ნათესავს გადაკეთებული ექნებოდა გვარი. როგორ უნდა მივხვდარიყავი? თამუნა, როგორ უნდა მივხვდარიყავი? როგორ ადამიანო და ჩაგეხედა კარგად აქ და დაინახავდი რომ იმ შენი დიდი ბებიის ბაბუას თუ ვიღაცას ერიკა ერქვა და ბაგრატიონი ვერ იქნებოდა.